ისრაელის სამხედრო ძალები თეირანსა და ბეირუთზე იერიშებს ახორციელებენ. მათ შორის დარტყმების სამიზნეა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაც. ბოლო 24 საათში განადგურებულ სამხედრო ობიექტებს შორისაა ქალაქ სანდაჯის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასაწყო დაცვის შტაბ-ბინები. პარალელურად ირანმა ერიადში მდებარე ამერიკის საელჩოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. რეგიონში მიმდინარე ესკალაციის ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ ახლო აღმოსავლეთის 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ისრაელი. საომარი მოქმედებების ფონზე იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ირანში იერიშების შედეგად 742 ადამიანი დაიღუპა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე კიდევ უფრო მძიმე იერიშები განხორციელდება და მომდევნო ფაზა უფრო ძლიერი იქნება. მისი თქმით, ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან დაახლოებით 1 წელიწადში ირანს იმდენი სარაკეტო სისტემა და დრონი ექნებოდა, რომ თეირანის წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, სპეციალური რეისების შესრულდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული რეისები მგზავრებისთვის უფასო იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები შეაქო და აღნიშნა, რომ ეს ოპერაციები თეირანის ბირთვულ და ბალისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ასუსტებს. მიუხედავად მხარდაჭერისა მარკ რუტეს განმარტებით, თავად ალიანსი კონფლიქტში არ ჩაერთვება. დღეს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება. ორი ლიდერი სხვა თემებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯერებენ.